საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები შედის კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება ეკრძალებათ. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში აღნიშნული უფრო დეტალურად კი ცვლილებების მიხედვით საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ასეთი პირები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ასევე ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები. აღნიშნული პირები არათუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდა პარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, ასევე დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა. უფრო მეტიც პარტიები ასეთი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულობებს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამართალ დამრღვევ სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დაეკისრება. პარალელურად მმართველ გუნდში აცხადებენ იმასაც, რომ თითქმის დასრულებულია იმ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვას გულისხმობს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა. აცარუდა გააკეთოს, გაგვაუქმოს, აგვიკრძალოს მონაწილეობა თუ ასე შემდეგ. ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა იმ კუთხით არ აქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. რა ფორმით, როგორი ფორმით ამას შევხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ და ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი რიგითი წევრის განწყობა არის ეს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს რეჟიმმა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ნაციონალური მოძრაობა არ არის რაღაც ქაღალდი და იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი. ნაციონალური მოძრაობა არის ღირებულებები და ფასეულობები და ამისთვის ბრძოლა ცხადია გაგრძელდება. ხელისუფლება რო თავის ოპონენტს კრძალავს, ამაში არაფერი კაი არ არის, რაც არ უნდა ცუდი იყოს ეს ოპონენტი. და ზოგადად საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვით, ერთმანეთთან დაპირისპირებით და შუღლის კიდევ უფრო მეტად გაღვივებით არავის არ მოუგია. ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან მალე დაგვაუწყდა 90-იანი წლები, სადაც როგორც კი ერთმანეთის აკრძალვა დავიწყეთ და ერთმანეთთან ლაპარაკზე უარის თქმა, ის შედეგი მივიღეთ, რა შედეგიც მივიღეთ. ეს გზაც საბოლოო ჯამში აქეთკენ მიდის. რატომ გადადეს მათ, როცა დაჭირდათ ნაციონალური მოძრაობის ეგრეთ წოდებული აკრძალვა. ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა რო სდომებოდა ოცნებას, ამას აქამდე გააკეთებდა, მაგრამ არ გააკეთა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ოცნება ხელისუფლებას და ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. რადგან ნაციონალური მოძრაობა არის ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი მთავარი მიზეზი. და ეს 4 ოქტომბრის მერე მაინც კარგად უნდა გაიაზროს ქართულმა საზოგადოებამ. ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად. ოცნებისგან კი ყველაფერი მოსალოდნელია. ხასი რომ ძალიან რთულია წინასწარ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ ძალას შეეხოს აკრძალვა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება და ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. თქვენ იცით, რომ დღეს ჩვენთან პოლიტიკურ სისტემაში არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მუდმივად მომართული დესტრუქციისკენ და დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება და ზუსტად ამის გამოხატულება ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ზოგადად საერთაშორისო სტანდარტია, რაც ჩვენთან მანამდე კანონმდებლობაში არ იყო მოწესრიგებული, იცით რომ განსაზღვრული იყო მხოლოდ პარტიისთვის საქმიანობის აკრძალვა, თუმცა რა თქმა უნდა პარტია არ არის რაღაც იურიდიული ფორმა, ხომ პარტიის არაკონსტიტუციურობას უპირველეს ყოვლისას განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც არიან იდეოლოგები და მმართველები ამ პარტიის. შესაბამისად, ეს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზიც იყო ჩვენთან, რომ არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობისა არაკონსტიტუციური ქმედებების გამო. უახლოეს წარსულიდან თქვენ იცით საფრანგეთს ან სხვას რომ გადავხედოთ, იცით რომ ეს სხვა ქვეყნებში არის დამკვიდრებული სტანდარტი, ასე რომ ზუსტად ამ სტანდარტის დამკვიდრება ხდება.